ასე მოკლეს მეფე, რომელმაც სიცოცხლე მთელი ერის გადასარჩენად შეწირა. ეს არ იყო უბრალო სიკვდილი. ეს იყო სიმამაცის მწვერვალი, რწმენის გამარჯვება და სამშობლოს გადარჩენა. დავით ულუს უფროსი ვაჟიშვილი გიორგი გარდაიცვალა და შესაბამისად დემეტრე ტახტის მემკვიდრე გახდა. აბაღა ყაენმა დემეტრეს მეფობა ცნო, ხოლო მისი მცირეწლოვანება საბაბად გამოიყენა და მეთვალყურედ სადუნ მანკაბერდელი დაუნიშნა. სადუნი განსაკუთრებული გავლენით სარგებლობდა. ფაქტობრივად ქვეყნის გამგებელი იყო. 1280 ან 1282 წელს სადუნი გარდაიცვალა და დემეტრე მის ვაჟს და მემკვიდრეს ხუტლუბუღას მამის სახელო ათაბაგობა აღარ მისცა. საქართველოში კვლავ მძიმე მდგომარეობა იყო. დემეტრე ყველანაირად ცდილობდა ქვეყნის მდგომარეობის შემსუბუქებას. კარგი ურთიერთობა ჰქონდა მონღოლებთან. 1288 წელი ქართველებისთვის და განსაკუთრებით მეფე დემეტრესთვის კიდევ უფრო ტრაგიკული აღმოჩნდა. ამ დროს გამჟღავნდა არღუნ-ყაენის საწინააღმდეგო შეთქმულება, რომლის მეთაურობა პირველ ვეზირს ბუღას მიეწერა. ყაენმა სასტიკი რეპრესიები გაატარა და ვინაიდან აჯანყებულ ბუღასთან დემეტრე მეორე მჭიდროდ იყო დაკავშირებული, იგი ერანში გამოიძახა. განრისხებულ ყაენთან გამოცხადების შემთხვევაში მეფეს სიკვდილი ელოდა, ხოლო თუ არ სიტყოდა ქვეყნის და ხალხის განადგურება. დარბაზმა იმსჯელა და მეფეს წასვლისაგან თავის შეკავება და მთებში თავის შეფარება ურჩია. მეფემ დარბაზის რჩევა არ მიიღო. მე დავდებ სულსა ჩემსა და არ დავიშლი ურდოს წასვლასო, განუცხადებია მას. ზედმეტი თავის ტკივილი არ უნდოდა არღუნს. ფიქრობდა ყაენი მოეკლა თუ არა დემეტრე მეფე. ყაენს ეთათბირა ხუტლუბუღა, საქართველოს ამირსპასალარი, თანამდებობაზე და ქონებაზე დახარბებული ადამიანი. ხუტლუბუღას გულში ჰქონია ჩადებული ბოღმა, ხელში ჩაუვარდა შესაბამისი მომენტი და გაწირა სასიკვდილოდ ჩვენი ახალგაზრდა ხელმწიფე. ყაენს ვერაგული რჩევა მისცა.